3 საათზე პირდაპირ ეთერში ბრუნდებით, სტუდიაში ნინო ვარდოსანიძე მუშაობს. პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით ბიუჯეტიდან დაფინანსებას არასაპარლამენტო პარტიებიც მიიღებენ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ რიგგარეშე სესია დაიხურა და საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა შეწყვიტა. ირაკლი აკობია ისაუბრებს პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. ირაკლი, როდის განაახლებენ დეპუტატები მუშაობას და არის თუ არა გადაწყვეტილება მიღებული ყველა მნიშვნელოვან კანონპროექტზე? დიახ, ნინო, რიგგარეშე სესიები უკვე დასრულებულია. პარლამენტმა დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, რომელიც პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონპროექტს უკავშირდება. ის მესამე მოსმენით უკვე მიღებულია. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით საბაზისო დაფინანსება ეზრდება ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი თანხების მიმღებ პარტიებს, ასევე დაფინანსდებიან ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებთაც პარლამენტში ფრაქციები გააჩნიათ, მათი დაფინანსება 300,000 ლარს შეადგენს, ასევე დაფინანსდებიან ის არასაპარლამენტო სუბიექტები, რომლებმაც 1 ოქტომბერს საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მათი დაფინანსება იქნება ერთჯერადი და 150,000 ლარს შეადგენს. პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონპროექტს პარლამენტში როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე უმცირესობამაც დაუჭირა მხარი. მიღებული კანონი გაუმჯობესებს პარტიების უზრუნველყოფას წინასაარჩევნო კამპანიის დროს. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და სრული, რომ 18 პარტიის გარდა არსებობს სხვა პარტიებიც, მაგრამ დღეს არსებული რეგულაციებით კვალიფიცირებულ პარტიად მიიჩნევა მხოლოდ ის პარტია, რომელიც მიიღებს წინაურარჩევნებში მონაწილეობას და გადალახავს კანონით დადგენილ ბარიერს. პარტია, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვერ გადალახავს ბარიერს, ის ვერ ხდება კვალიფიცირებული საარჩევნო სუბიექტი და ეს არის კანონის დანაწესი, კანონის მოთხოვნა, რასაც დღეს მდგომარეობთ, როგორც მოგახსენებთ, 14 პარტია აქ მოყოლებს. ამას დაემატა ის 4 პარტია, რომელიც ერთჯერადად დაფინანსდება. პირველად მოხდა საქართველოში, როდესაც არჩევნების წინ ერთჯერადად ხელისუფლებამ გამოავლინა კეთილინება და გამოყო დაფინანსება ყველა კანდიდატისთვის, ვისაც ერთხელ მაინც არჩევნებში მიღებული აქვს მონაწილეობა და რაიმე შედეგი დაფიქსირებული აქვს, იმისაც რომ მინიმალური სასტარტო პოზიციები ქონდათ მათ ნორმალური და ადეკვატური საარჩევნო პროცესი. ყველა სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში იღებს მონაწილეობას, უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული, არის სწორი და ეს სწორედ ჩვენი ინიციატივა იყო თავის დროზე ჩვენ შემოვიღეთ ეს ნორმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობის პირობებში, საქართველოს პოლიტიკური რეალობის პირობებში, როდესაც ძალიან მაღალია შესაძლებლობაც და ცდუნებაც, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გარედან ჩვენი მეზობლებისგან მიიღონ დაფინანსება და შესაბამისად პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს რომელიმე სხვა ქვეყანა. ამრიგად პარლამენტში რიგგარეშე სესიები უკვე დასრულებულია, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიებით სექტემბერში დაბრუნდება. მადლობა ირაკლი, პარლამენტიდან ირაკლი აკობია საუბრობდა. პარლამენტში დილიდან პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა. დეპუტატებმა აგვისტოს ომის მოვლენები გაიხსენეს და რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებებს აღმაშფოთებელი უწოდეს. ომიდან 5 წლის შემდეგ დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მან 2008 წელს სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ამავე სიტუაციაში დღესაც იგივეს გაიმეორებდა. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. არ არის და თუგნება დასკვნის თუ საქართველოს კვლავ უნდა დასავლეთით სიარული, არ დაივიწყოთ, რომ ჩვენ ვართ ბირთვული სახელმწიფო. რა გვინდა ჩვენ ვაშენებთ ეროვნულ სახელმწიფოს, ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, გვესმის ეს ინტერესები კლასიკური გაგებით, მაშინ ესე იგი ჩვენ არ უნდა ვლაპარაკობდეთ იგივე ენით, როგორც ლაპარაკობს ჩვენი სამწუხაროდ, მაგრამ რეალობა ასეთია და პარლამენტში შეგვიძლია ნაკლებ დიპლომატიურად ვილაპარაკოთ ხოლმე ჩვენ და მიმწრულად განწყობილი სახელმწიფოს ლიდერი. ცოტა უნდა გადახედო ან წარსულს, ან მოქმედებას, ან იმ დოკუმენტებს, ან თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, ან იმ თხოვნებს, რომელიც ევროპული ქვეყნებიდან თუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ არ ეწარმოებინა ის პოლიტიკა, რომელიც მან აწარმოა, განსაკუთრებით 2006 წლის ივლისის შემდეგ. და არ უნდა აქ ბატონი ვოლსკის მოხსენიება, ბატონი ციკლაურის მიერ, იმისათვის, რომ რაღაც ლოგიკურ დასკვნამდე მივიდეთ. ამ წუთებში პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტრები დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ. კანონმდებლებს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია აინტერესებთ. შეხვედრას, რომელიც დახურულია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და დავით ნარმანია ესწრებიან.
პარლამენტს აინტერესებს უმრავლესობას ამ შემთხვევაში პარლამენტის აინტერესებს მიმდინარეობა ბიუჯეტის რამდგომარეობა არის გარკვეული თუ არის გარკვეული სიზნელები, როგორ ხედავენ მინისტრები ამ სიზნელების დაძლევის გზებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას წლის ბოლომდე, როგორ მიდის ამჟამინდელი საქმიანობა და ყველა ის შეკითხვა, რაც აქვს პარლამენტის წევრებს, ამაზე უნდა არსებობდეს პასუხები. ვისაუბრები იმ ხარვეზებზე, რაც არსებობდა პროექტების გადმობარების დროს და ის პროგრესი, რაც ჩვენ გვაქვს ამ ხარვეზების გამოსწორების და პოლიტიკის ახლებურად დაგეგმვის თვალსაზრისით. ჩვენ ჩამოვედით ეკონომიკური გუნდის მინისტრები იმისათვის, რათა მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია პარლამენტის წევრებს, მივიღოთ მათგან რჩევები და ასე ვთქვათ, გავაგრძელოთ ერთობლივად მუშაობა იმისათვის, რათა ჩვენ ყველა ჩვენი დაპირება შევასრულოთ. ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური სამუშაო კომისია შეიქმნება. ამ ინიციატივით დავით უსუფაშვილი გამოვიდა. კომისია ემსჯელებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პატივსაცემად გასამართი ღონისძიებების შესახებ, რომელიც მის იუბილესთან დაკავშირებით დაიგეგმება. ზურაბ ჟვანიას 50 წელი 9 დეკემბერს შეუსრულდებოდა. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ურეკის საზაფხულო რეზიდენციაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მიიღო. შეხვედრა ცოტა ხნის წინ გაიმართა. საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხზე განიხილეს. CSKO-ს რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებმა მიმდინარე აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე ემსჯელეს. განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები, კანდიდატების რეგისტრაციასთან და საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხები. დღესვე საარჩევნო სისტემების რეფორმების და სწავლების ცენტრმა კენჭისყრის დღის პროცედურების შესახებ სასწავლო და ტესტირების ონლაინ პროგრამა წარმოადგინა, რომელიც არჩევნებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის არის განკუთვნილი. ჩვენმა ტრენინგ ცენტრმა გააკეთა პრეზენტაცია ახალი პროგრამის, ეს არის ელექტრონული ტესტირების პროგრამა, რომელიც ეხება კენჭისყრის დღის პროცედურებს, საარჩევნო კანონმდებლობას, ყველა მსურველს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეს შეუძლია, რომ ეს ტესტირების პროგრამა იხილოს ტრენინგ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო პროგრამა და სასარგებლო პროგრამა პარტიების, იმიტომ რომ ჩვენ ჭირდება, რომ ყავდეს ჩვენი წევრები, რომლებიც იქნებიან კვალიფიციური საარჩევნო პროცესში და ეს პროგრამა აძლევს საშუალებას არა მარტო ვთქვათ პარტიის წევრებს, არამედ ამომრჩევასაც შევიდეს ელექტრონული საშუალებით და მიიღოს კვალიფიკაცია, გამოცდილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანი და ნორმალური პროცესი, რომ არჩევნები კარგ ვითარებაში ჩატარდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხას შეუწყობს არჩევნების გამჭირვალედ და მაღალ დონეზე ჩატარებას, თუმცა დღეს მე მოუწოდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ თვითონ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე თავი შეიკავოს იმ წინსრები და ცოტა ფრთხილად მოეკიდოს კანდიდატებთან დაკავშირებულ პროცესებზე წინსრები განცხადებების გაკეთებას. შემოსავლების სამსახურის ინსპექტორსა და მეწარმეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულ მეწარმეს ბადრი ლომიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმის 100 ლარის გადახდა დააკისრა. მის თანამშრომელს ეკა ზარანდიას კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. დაპირისპირება ზუგდიდში კედიას ქუჩაზე მდებარე საბითუმო მაღაზიაში მოხდა. მეწარმეების განცხადებით კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ქვითრის წარდგენის მიუხედავად ჯარიმის გამოწერა დაიწყეს. ვითარების განსამუხტად პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო. სასამართლოზე ვიყავი გუშინდებასთან დაკავშირებით და დღეს იყო სასამართლომ გადაწყდა, რომ ჩემ თანაშრომელს ეკა ზარანდიას სასამართლომ გაანთავისუფლდა, არ არის დაჯარიმებული ეკა, მე თვითონ კი 100 ლარი დამაჯარიმეს. ერთადერთი პრობლემა ის არის, მეწარმეების პრობლემა აქვს, რომ შემოვიდნენ და რო შეამოწმონ და დარღვევაზე რო ჯარიმა გამოწმან, ამას არავინ არ უარყოფს და არავინ არა კანონის დარღვევის უფლება და კანონით დაჯარიმდეს ყველა, მაგრამ ელემენტარული ის არის, რომ აი ძველი სახეები რო არიან, ახლა ძველად უკანონობას რო აკეთებდნენ, რო ჩაგვავდნენ რაღაც ცინიკურად მოგვექცეოდნენ, აი ეს სახეები ძველი კადრები რო აღარ იყოს და ახალი თანაშრომები რომ ავა და რო დავარღვევთ, ჩვეულებრივად გადაიხდეს ჯარიმა თუ დააშავა კანონის ფარგლებში.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრების მიმართ ბოლო დროს გამოვლენილი ძალადობის ფაქტების გამო სამართლებრივ ზომებს მიიღებს. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გაკეთა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრების მიმართ ძალადობის 5 ფაქტია აღრიცხული. კონფლიქტის სალარო საკონტროლო აპარატის ჯარიმის არ გამოწერის გამო ჯარიმის გამოწერას მოყვა. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ოფიცრების მიმართ გამოვლენილ ყველა ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება. გუშინ ზუგდიდში მორიგი ძალადობის ფაქტი გამოვლინდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიმართ. საქმე აღძრა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წარმომადგენლებმა და საქმე განსახილველად გადაეცა ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს. სასამართლო ამ წუთებში უკვე დასრულებულია. სასამართლომ გაითვალისწინა დაჯარიმებული მეწარმის აღიარებითი ჩვენება და აღიარების შესაბამისად დააკისრა პასუხისმგებლობა. კანონმდებლობის შესაბამისად გაგრძელდება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები, მათ შორის საკონტროლო შესყიდვები და არ იქნება რეაგირების გარეშე დარჩენილი არც ერთი სამართალდარღვევა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა დღეს ქართულ ბანკის გაკოტრების საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის გამოძიებას დაელოდება და მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მისმა გვარმა გაიჟღერა, თავს დამნაშავედ არ ცნობს. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას და მის ოჯახს ქართულ ბანკის თანხასთან არანაირი პირადი ინტერესი არ ქონია. ირაკლი შიხიაშვილი ამ საქმესთან დაკავშირებით ნიკოლოზ მელიას და ზურაბ ადეიშვილს ადანაშაულებს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რუსეთ საქართველოს ომის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, ომის დროს შეცდომები ორივე მხარის მიერ იქნა დაშვებული. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, დამოუკიდებელი ტერიტორიის არალეგალური ოკუპაცია გაუმართლებელია. ჩვენი მიზანია რუსეთის, საქართველოსა და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გზით მოხდეს პრობლემის მოგვარება და რეგიონის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა. რიჩარდ ნორლანდი ასევე ყურადღებას ამახვილებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე. თანამედროვე მსოფლიოში ახალი ბერლინის კედლისთვის ადგილი არ არის, აცხადებს ამერიკის ელჩი. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან 5 წლის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კვლავაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. რუსეთი არასრულებს ნაკისრვალდებულებებს, მეტიც მოსკოვმა გააქტიურა საქართველოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული პროვოკაციული პოლიტიკა. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ურთიერთობის ნორმალიზებას. საქართველოს მთავრობის მიზანია კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საერთაშორისო საზოგადოებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მადლიერებას პარტნიორებისადმი, რომლებიც ქვეყანას მხარში დაუდგნენ როგორც ომის დროს, ასევე ომის შემდგომ პერიოდში და კიდევ ერთხელ ადასტურებს მყარად განსაზღვრულ კურსს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მისია წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს, უსაფრთხოების და სტაბილურობის მთავარ გარანტორს. რუსეთში საქართველოსადმი კეთილგანწყობილი ადამიანების რიცხვი იზრდება. ასეთია ლევადას ცენტრის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი, რომელსაც რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს. ლევადას ცენტრის მონაცემებით რუსეთის მოქალაქეთა მეათედზე ნაკლები მიიჩნევს, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიებად უნდა დარჩეს. გამოკითხვის თანახმად რუსეთის მოქალაქეთა 48% საქართველოსადმი დადებითად არის განწყობილი. გამოკითხულთა 40% კი საქართველოსადმი ნეგატიურ განწყობას გამოხატავს. გამოკითხვა ივლისის ბოლოს რუსეთის 45 რეგიონის 130 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა, სულ 1600 ადამიანი გამოიკითხა. სააგენტოს ცნობით, სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ სიტუაციის განვითარების დინამიკა დადებითია. 2011 წელს საქართველოსადმი სიმპათიას რუსეთის მოქალაქეთა მხოლოდ 37% ავლენდა, 2012 წელს კი 42%. შინაგან საქმეთა მინისტრი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი პოლიციელების შვილებსა და ოჯახის წევრებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და პატარებს საჩუქრები გადასცა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 პოლიციელი დაიღუპა. ჩვენი ქვეყნის ტრაგედია იყო, რა თქმა უნდა, ომი და ეს ადამიანები, რომლებიც ომში დაიღუპნენ, ისინი არიან გმირები, ჩვენი ქვეყნის გმირები და ჩვენთვის სამაგალითო. მაგალითს მონაცემი გმირობის, ვაჟკაცობის და სამშობლოს სიყვარულის. ჩემი სრული იყო, რომ მათ შვილებს შევხვედროდი და გარკვეული თანაგზნობა გამომეხატა.
კიდევ ერთხელ უცამძივრებ მათ ოჯახებს, მაგრამ მე მინდა მათ უთხრა რომ მათ ყავდათ გმირი მამები, გმირი მეუღლეები და გმირი შვილები. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე ჩემთვის. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვისაც ახსოვს 2008 წლის ეს ძალიან ცუდი და ტრაგიკული დღეები. და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ აღარასოდეს აღარ იქნება ეს დღეები. ამ საჩუქარს არვეთი ძალიან გამიხარდა. მე მაჩუქას აიპადი და ველოსიპედი. მუხად გვერდის მათა სასაფლაოზე დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან ერთად დავით ბაქრაძე იმყოფებოდა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ოჯახების მიმართ მწუხარება კიდევ ერთხელ გამოხატა. დავით ბაქრაძის განცხადებით 5 წლის წინ გამოჩნდა, რომ ქართველმა ხალხმა, არმიამ და მთავრობამ ქვეყნის დაცვა შეძლეს. პრეზიდენტობის კანდიდატი ნესტან კირთაძე კი მხარდამჭერებთან ერთად გორის რაიონის სოფელ შინდიში ჩავიდა და აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკო. მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი რუს სამხედროებთან ბრძოლაში 11 აგვისტოს დაიღუპა. ნესტან კირთაძის განცხადებით საჭიროა კონფლიქტების დარეგულირებისა და მშვიდობის დამყარების მექანიზმების შემუშავების საკითხის სახელმწიფო რანგში აყვანა, რაზეც მას კონკრეტული ინიციატივაც გააჩნია. თავდაცვის მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრი ახალციხეში ჯავშან სატანკოს სასწავლო ცენტრს გაერთიანებული შტაბის უფროსთან პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესთან და მის მოადგილეებთან ერთად ეწვია. ირაკლი ალასანია სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობებსა და არსებულ პრობლემებს გაეცნო. დღესვე თავდაცვის მინისტრი ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე და ახალქალაქის ბაზაზე იმყოფებოდა. დღეს ვართ ახალციხეში, მოვიარეთ ჯავშან სატანკო ბაზა ჩვენი, სადაც დაგეგმილი გვაქვს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ. ეხა ორფოლოს პოლიგონზე ამოვედით, წვრთნებს ვაკვირდებით და საკმაოდ მაღალკვალიფიციურად კარგად მიმდინარეობს წვრთნები. ახალქალაქის ბაზაზე ჩავალთ, ჩვენ მთელ საქართველოში ვავითარებთ სამხედრო ინფრასტრუქტურას, რომ ჩვენ მეომრებს კონდეთ შესაძლებლობა ღირსეულად გაიწვრთნან და ემსახურონ ჩვენს ქვეყანას. დღეს შევამოწმეთ განათლების სარდლობის სატანკო ცენტრი. მიმდინარეობს მომზადება ასევე მძღოლ მექანიკოსების და მემიზნე ოპერატორების, ასევე შევამოწმეთ მათი სწავლების პროცესი, დავათვალიერეთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, გავიცანით მეთაურის გეგმებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა, რომლებსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული. ალექსანდრე კვიტაშვილთან ერთად შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივა, რომ უნივერსიტეტი გამოსცემს კრებულს, რომელშიც კურსდამთავრებულთა ისტორიები შევა. საპროტესტო აქცია გაიმართა ქობულეთში საბანკო და კერძო იპოთეკარების დავალიანების მქონე პირებმა, რომლებიც ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისსა და თბილისში ცხოვრობენ, თბილისი-ბათუმის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას სცადეს. გზის გადაკეტვის საშუალება მათ აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. დავალიანების მქონე პირები დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხების გაცემას, ასევე გამოსახლებების შეჩერებას მოითხოვენ. აქციაზე შეკრებილები პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვის შემოდგომაზე გადადებასაც აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც 2014 წლამდე გამოსახლებები უნდა შეჩერებულიყო. ბათუმი-ქობულეთის გზაზე შეკრებილი მოქალაქეების განცხადებით, ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, რითაც მათ მთავრობის ყურადღების მიპყრობა სცადეს. დავალიანების მქონე პირები სამომავლოდ უფრო მასშტაბური აქციებით იმუქრებიან. ჩვენ ხალხმა გადაწყვიტა და გვინდოდა გაგვეკეთებინა სულაც ერთწუთიანი უბრალოდ სასიგნალო გამაფრთხილებელი აქცია, თუ ისი გამკეთებელი ვარ ჩვენ მომავალში, იმისთვის რომ მივიქციოთ მთავრობის ყურადღებას. საქართველოს მასშტაბით ვაპროტესტებთ გუშინდელ გადაწყვეტილებას. ლაპარაკი ითქვა შიგა მორიტორიუმზე, რომელიც თითქოს გააჩერებს ამ პრობლემურ სესხებს იმ ხალხზე, ვინც დადიოდა ამ პარლამენტში და ვინც გამოდიოდა ამ გამოსახლებებზე და პროტესტებზე. მაგრამ ჩვენ ვითხოვთ ახლა დაბალპროცენტიანი გრძელვადიან სესხებს, იმიტომ რომ მხოლოდ გაჩერება არაფერს არ უშუალებს ამ ხალხს. ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაფასა. დავით სერგეენკოს განცხადებით შეხვედრები საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. მინისტრი კონგრესმენებს, წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების დირექტორებს და სამედიცინო და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე განხილვის ძირითადი თემა საქართველოში ჯანდაცვის რეფორმა იყო. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. პირდაპირ ეთერში 4 საათზე დავბრუნდებით.